როგორ უნდა გავმიჯნოთ შეყვარებულობა და სიყვარული და სად მთავრდება შეყვარებულობა და სად შემოდის სიყვარული და რა არის ის, რასაც აი იგივე დოროთი ტენევი ამბობს, რომ სიყვარული რჩებაო, როდესაც ქრება შეყვარებულობაო და ის რაც იქ რჩება, აი იმის მერე, აი სწორედ ის არის სიყვარულიო. შეყვარებული ადამიანის ქმედება არის სწორედ ის მომენტი და ის მდგომარეობა, როდესაც შენ მთლიანად ემოციებით ხარ მართული და მთლიანად შენი გონება რაციონალურად აზროვნების უნარს კარგავს. აღმოჩნდა, რომ აი ამ პერიოდში, როცა ადამიანი შეყვარებულია, იკლებს სეროტონინი, რომელიც არის სიხარულზე და პოზიტიურ განწყობაზე პასუხისმგებელი ჰორმონი. და თუ დაკვირვები ხართ, ძალიან ხშირად ახლავს შეყვარებულობას დეპრესია. აი ამ აღტკინების და ამ რაღაცა აღტაცების პროცესში მე ჩემი ფიქრები, ჩემი განცდები მიბიძგებს დეპრესიისკენ, მიბიძგებს მოწყენილობისკენ, მიბიძგებს მუდმივი რაღაცა შიშის განცდისკენ, ხომ? აი შიში შეიქმს სიყვარულს, ამაზე უამრავი განსჯა და უამრავი ვერსია მაქვს მე პირადად მოსმენილი, თუმცა აი ერთს აუცილებლად გამოვყოფდი, რომ რა არის ეს შიში, რომელიც სიყვარულისკენ მიბიძგებს. ეს არის იმ ძვირფასი ადამიანის დაკარგვის შიში. თუკი მე მივედი იმ განცდამდე, რომ ეს ადამიანი იმდენად ძვირფასია, რომ მე მისი დაკარგვის შიში მიჩნდება, იქ ჩნდება სიყვარული. იმიტომ რომ მე ვხვდები, რამდენად ღირებულია ეს ადამიანი ჩემთვის.